გამარჯობა, workshop-ის მორიგი ეპიზოდით შემოგიერთდით. პირველ რიგში დავიწყებ მადლობებით, მადლობა podcast ზონას, ჩვენი მასპინძლობისთვის და მადლობა Financial Experts Corporation იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით დგას და გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი პოდკასტი გაგრძელდეს. გამარჯობა ნინა. მოგვიყევი ხა, ვიმყავს დღეს სტუმარი. დღესაც ჩვენი მორიგი სტუმარი საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი სფეროდან ყავს და დღეს ჩვენი სტუმარია მუსიკოსი თემურიკო დიასამიძე. გამარჯობა, გამარჯობა. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი და თან რაღაცა ძალიან ნიშური და საინტერესო პროფესია არის რა. კი ბატონო. თემურიკო, მადლობა პირველ რიგში, რომ დაგვითმეთ რომ დაგვენდენ და დავიწყოთ სულ თავიდან პირველი კითხვით გადმოვალ. რა გინდოდა რომ გამოსულიყავი? ბავშვობაში რა მინდოდა რომ გამოსულიყავი? ბავშვობაში ფეხბურთელობა მინდოდა, როგორც ბევრს ალბათ. მარა ალბათ ფეხბურთელი. ოკეი. ბავშვობა რაღაც ეგ მქონდა სურვილად, მაგრამ არ გამომივიდა. ხო, ეგ ისეთი თემა არის. იცი რა გითხარი, აი სულ თავიდან დაიწყე რა, სად ჩააბარე, რაზე სწავლობდი და საბოლოოდ ეგ მიმართულება რა. დავიწყე ესე მუსიკას სერიოზულად სანამ შევიდოდი ამ სფეროში, მანამდე ვსწავლობდი საფრანგეთში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. საინტერესო. მაგრამ პარალელურად მუსიკა მაინც სულ თან დაგდებო, ეხლა ოჯახიდან გამომდინარე. გრავდი რაღაცა დაკვრა დავიწყე სადღაც ბავშვობიდან სულ სტუდიაში გავიზარდე შემიძლია ვთქვა. კი ბატონო. და ყველა ინსტრუმენტთან შეხება სულ მქონდა რაღაცა, მაგრამ დავიწყე თავიდან DJ-ინგით ესე პირველად რომ გამოვედი სცენაზე ასე ვთქვათ. და მე ნელ-ნელა გადავედი უკვე ეს DJ-ინგის დავიტოვე და უკვე გადავერთე უფრო live მუსიკაზე, ამ ჩემი კომპოზიციების ჩაწერაზე და ასე შემდეგ, მაგრამ თავიდან მაინც პარალელურად ვსწავლობდი სტრასბურგში ფილოსოფიას, მე დაემთხვა კორონა და ჩაიკეტა ყველაფერი საერთოდ და მომიწია ჩამოსვლა თბილისში დაბრუნება და მაგის მერე უკვე ბოლომდე გადავერთე მუსიკაზე შემიძლია ვთქვა. ძალიან საინტერესო არის ისე ფილოსოფია, ნახე შენ სასაკში ფილოსოფიას რო ირჩევენ და საინტერესო მომენტი არის ეგ. ხო, საინტერესო. ანუ შენი არჩევანი იყო ეგ რო ეგინდოდა, ხო? და სკოლაში ბოლო კლასში, მე-12 კლასში მქონდა ფილოსოფიის გაკვეთილი და ძალიან შემიყვარდა. და რაღაცნაირად გადავწყვიტე, ამიტომ რომ მაგრამ იქ რო ჩავედი ისეთი აღარ იყო როგორც ის არ დაგწდა რაც გეგონა. ეგ ხშირია. ამიტომ მივატოვა. ხო, რაღაცა ის უფრო ჩარჩოებში ჩაჯდა და ეგ აღარ მომეწონა დიდად რა. და მე ეს კორონასო დაემთხვა და მომიწია ჩამოსვლა უკვე მე აირია მთელი ის და მაგიტო ბოლომდე გადავერთე მუსიკის ამბავზე. იცი რა გითხარი, ვიცით რომ სწავლობდი ლონდონში. ლონდონში ვიყავი მე. ეგ რო გითხრა. ლონდონში ვიყავი უკვე რამდენი როდის იყო 3 წლის წინ ალბათ. 2 წლის წინ ვიყავი ლონდონში 4 თვიანი კურსი გავიარე. Point Blank ქვია სკოლას, მუსიკალური სკოლა არის, უფრო ელექტრონული მუსიკის მიმართულებით. სადაც ვისწავლე კურსი იყო music production-ის. ანუ მანამდე როცა დავიწყე მუსიკის კეთება, ეგეთი პროგრამა არის, Ableton-ი ქვია. შეიძლება ისიც კიდეც ბევრნაირი პროგრამა არის, მოკლედ სადაც წერ დღეს მუსიკას უკვე. არის Logic-ი, არის Ableton-ი, რაღაც FL Studio, ბევრია. და მე დავიწყე მუშაობა Ableton-ში. თავიდან რომ დავიწყე ამ პროგრამის სწავლა, იყო ეს თბილისში დავიწყე. დრამას ქონდა მაშინ, კლუბი იყო დრამა და პარალელურად ქონდათ სკოლის მიმართულებაც, იგივე კურსზე დავიარე music production-ზე. ეგრე დავიწყე ამ პროგრამაში მუშაობა და მე რაღაც მომენტში მომინდა კიდე უფრო მადროში მესწავლა და მაგიტო გადავწყვიტე რომ წავსულიყავი უკვე ლონდონში. ანუ შენი ტიპოვე ხო ეგ სასწავლებელი? ეს სკოლა ხო ჩემით. და ძალიან გამომადგა და ძალიან მართლა ბევრი რაღაც მასწავლა რა, არა მარტო მუსიკაში, production-ში, არამედ ძალიან ბევრი გაშლა არის მე მან sound engineer-იც ერთ-ერთი არის, რომელიც თავარი რაც მაინტერესებდა და რაც ვისწავლე იყო ის რომ რაღაც კომპოზიციას რო ამთავრებ და ქმნი და დამთავრებულია სანამ სმენელს გაუზიარებ, უნდა მიიყვანო იმ ხარისხამდე რომ მოსმენადი გახდეს ყველგან და ყველა იმაში. და ეგ ჩემით არ ვიცოდი და ეგ სკოლა მაგაში ძალიან დამეხმარა. აი ხა ძალიან საინტერესო რაღაც ახსენი რა. შენ ესე ყავს აი როგორც მუსიკოს.
კონკრეტული სეგმენტი ვისთვისაც აკეთებ თუ ჯერ შენთვის აკეთებ და მაგას გარდაქმნი ისეთად რომ სხვებმა მოусმინონ. არ ვიცი რამდენად სწორად ვიკითხე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. მარტო შენთვისაც ხო არ აკეთებ ამას რეალურად. ხო, საბოლოო ჯამში გამოდის რომ უზიარებ, მაგრამ ეს სეგმენტი არა. ანუ რაღაცაზე გათვლილი არაუდს არ არის რა ვიღაცა სეგმენტზე გათვლილი ჩემ მუსიკა. და გააქვს ის მომენტი მაგალითად როგორც მსმენელი ისე უყურებ ხოლმე შენს აკეთებულ იმას რა ქვია მუსიკას საბოლოო ჯამში. მსმენელი როგორც ალბათ ხო ანუ გჭირდება ეგ ხო შენ ჩემ მუსიკის ყველაზე პროცესში იმდენჯერ უსმენ მაგ მუსიკას რომ ანუ პირველ ფილტრს შენ ატარებ. ხო ესე რო ვიტყოდი. და ნუ უზიარებ ჩემ მუსიკოს მეგობრებს რა თქმა უნდა. ხშირად ამ ბოლო დროს რაღაცა საინტერესო გახდა ჩემთვის კოლაბორაციები სხვადასხვა ინსტრუმენტალისტებთან, ეგ ძალიან კარგი ის არის ხარ და ძალიან კიდე უფრო სხვანაირი სიამოვნების შეგრძნება ვიდრე მარტო როცაზე ხარ. აი რა მოსმენილი გვაქვს შენი ეგეთი გაკეთებული რაც არის ერთად რო ხარ ხოლმე არის ძალიან კარგი გამოდის. კაი პროცესია, იმიტომ რომ უკვე უზიარებთ ერთმანეთს მთელ პროცესს და საინტერესოა ეგ. კი ბატონო. მე მაქვს ერთი ესეთი კითხვა, ესეც ღრმა ბავშვობიდან მოდის ალბათ. პირველი მომენტი, როცა მიხვდი, რომ მართლა გაინტერესებდა მუსიკა. აი, რაღაცა ეგ პირველი ემოცია, ნუ ოჯახის ჭრილში ეს გასაგები არის და ყველამ ვიცით და გაფასებთ, მაგრამ აი შენ როცა იგრძენი, აი ირგვლივ წარმოედგინე, ხა ოჯახში სულ ეს მუსიკა ისმის და აი ხო არ ქონდა ის მომენტი, რომ აი უცებ რაღაცნაირად აი გავიდე მოდი ამ ყველაფრიდან, რომ აი რაღაცა ჩემზე გავლენა არის მოქმედოს. ხო, არა, საერთოდ არა. პირიქით, ძალიან ბავშვობიდან არასდროს არ მქონია ოჯახში რაღაცა დაძალება რომ აი მუსიკაზე უნდა იარო და მუსიკას უნდა გამოხვიდე რახან ანუ არ ყოფილა ეს ბუნებრივად მოხდა და ალბათ ეგრე არ ყოფილიყო შეიძლება არ ყოფილიყავი დღეს რომ ძალიან ბევრს ვიცნობ მაგალითად ვისაც ეს ბავშვობაში ზედმეტად აზარლებენ შეიძლება ნიჭის კონდეს და ის მიყვებოდეს ბავშვობაში და უკრავდეს მაგრამ რაღაც მომენტში პირიქით იმდენად რაღაცა ჩარჩენილი აქვს და მძიმედ აქვს ჩარჩენილი რომ ხას უსვავს არის. კი ეს ზოგადად ძალიან ცნობილი ფაქტი არის რომ ოჯახების ინერციით მაგაზე ვილაპარაკეთ უკვე ჩვენ და ძალიან ხშირია ხოლმე რომ აი მაგალითად ჩემი შვილი ექიმი უნდა გამოვიდეს ან რაღაცა რა ხო და ეს უნდა ძალიან რთული არის და აი ძალიან და მგონია რომ არ შეიძლება ეგ არასაღი არის და რაღაც ამიტომ ჩემ შემთხვევაში ხო რაღაც ბუნებრივად მოხდა ბავშვობიდან მიყვარდა პირველად ვიყავი რამდენი 11-12 წლის რო გავაკეთე ბენდი ჩემ ბიძაშვილთან ერთად გიორგი დიდმამიშვილთან და სახში ვატარებდი ხოლმე კონცერტებს. მაყურებელიც და მსმენელიც არ გაყავდა. მსმენელი ყავდა ხო ბებია ჩემი, ბებია მისი ჩვენი ოჯახის წევრები ბილეთებსაც გავყრევდით ხოლმე და უკრავდით. მაკედან დაიწყო ეს ბენდის პირველი. მერე კიდე ცალკე უკვე რო გავიზარდე ცოტა მერე სხვა ბენდი მყავდა, ოღონდ ეს სცენაზე არ გამოსულვართ, უბრალოდ სტუდიაში რო ზიხარ სამი ბავშვი და ერთობი. და ესე ნელ-ნელა უკვე შევედი ამ სფეროში, რომელიც ჩემთვის ყველაფერია და ყველაზე ძალიან მიყვარს და ვაფასებ ძალიან. ანუ ეხლა დღეს შენ რას წაკეთებ იმას პროფესიად აღიქვავ თუ ცხოვრების წესად? ხო, პროფესიას რო ვეძახი არ უხდ. იმდენად ბუნებრივია, რომ ვერ აღვიქვავ როგორც რაღაცა ანუ ცუდად კი არ ვამბობ. არა. შეიძლება არის კიდე ეს პროფესია ეს მუსიკოსი, მაგრამ პროფესიას ალსახოთ. იმდენად შენი და ბუნებრივი რაღაცა არის, რომ არ უყურებ როგორც რაღაც იმას. საქმედ და სამსახურად არის ხო არის სიამოვნება არის რაღაც ყოფილა რაღაც ზოგჯერ როცა ნაკლები არის სიამოვნება მაგრამ რაღაც ის გამო გიწევს თქვა დაკურა მაგრამ ძირითად შემთხვევაში ხო ეს იმდენად სასიამოვნო პროცესია რომ საქმე და სამსახური არ უხდება გავიკენ ასე ვქვი აი ეს ჩვენ გვაქვს ეგეთი ტრადიციული კითხვა ხოლმე რა რომ აი ერთი დღე რომ მოყვე რა როცა მუშაობ მაგალითად რაღაც ახალ მუსიკას წერი რა აი შემოქმედებითი ნაწილი აი მუშა პროცესი როგორია რომ აი ვისაც აინტერესებს როგორ ხდება ეგ ყველაფერი რომ დავანახოთ რომ აი პროცესი ხო რა საკეთებ ანუ როგორ იბადება თავში გააჩნი რაღაც ერთი ფორმულა ალბათ არ არსებობს აი ყველაზე ბოლო ნამუშევარი რაც გაქვს მოდი ისე ვთქვათ რამდენი ხანი გაგრძელდა და ნუ ერთი დღე სტანდარტულად როგორი იყო ხო მე მაქვს ეგ ცუდი თვისება თუ კაი არ ვიცი მაგრამ ძალიან დიდი ხანი ჩხიკინებ ერთ იმას რა უტრიალებ სანამ რამის გახვდები და
უფრო და უფრო ხვდები რომ ჯობია რომ რაღაც მომენტში გაჩერდე და რომ მაგასაც თავის მუღამი აქვს რაღაცნაირად გაჩერდე და მე გამოსცე არა შეგიძლია გამოუშვა და მე გავაწლები და მიუბრუნდე და მე შეგზნება იმ მომენტში ცოცხლდება ახლიდან ვიდრე ძალიან დიდი ხანი იმასქნა რა როგორ იწერება მუსიკა აი შე როგორ იწერე გააჩნია მე ძირითადად ვიწყებ რაღაც იდეით შეიძლება მელოდია მოგივიდეს თავში შეიძლება ტექსტიდან დავიწყო დაწერა და ტექსტი მქონდეს უკვე და მე ტექსტს მოვარგო უკვე მუსიკა ყოფილა შემთხვევა როცა ბითით დრამით რაღაც რითმი ამის და მე ამას უკვე ჩდება იდეა ზემოდან ჰარმონიული ბევრნაირი ის არა ეხა კოლაბორაციების დროსაც მაგალითად იდეას მეორე მუსიკოს მოაქვს შენი იდეით მიდიხარ და რაღაც ერთად აერთებ თავს. ამიტომ ბევრი ვერსიებია ესე კონკრეტული ერთი ფორმულა ალბათ არ მაქვს, მაგრამ მოკლედ საინტერესო. ხო, და ისიც არ არის, ხა რა რაღაც აი მიღებული როგორც აი სამსახურებში რომ დღეში რაღაც გამოყოფილი გაქვს რაღაც რამდენიმე საათი მაგისთვის, იმდენში როცა მაგრამ რაც უფრო დიდ დროს დაუთმობ, ჯობია რა. რომ სულ უნდა იყო პროცესში ჩართული იმისთვის, რომ აი იპოვო რისი დანახვაც გინდა მაგ მუსიკით. ანუ ეგ გულისხმობს, რომ ბევრი სხვადასხვა ალტერნატივებსაც განიხილავ, თქო, სხვის ნამუშევრებს უსმენ რა. ხო, ეგ აუცილებელია. მე მგონია, რომ ეგრეა ზოგადად. როგორც კითხვა გავლენაც შეიძლება გავლენაც ქვია მაგას. მაგრამ ნოლიდან ხო არავინ არაფერს არ ვიწყებთ. ყველას ინსპირაცია უფრო ჩემი აზრით. ინსპირაციაც ქვია ხო ორივე რა. არ ტეხავს მოკლედ. ვიღაცის გავლენა. ond შენი თავი უნდა იპოვო, მაგ კიდე უნდა გამოხვიდე რა თქმა უნდა. რომ მანდ არ უნდა დარჩე. ხო. ეგეც რაღაც კომფორტის ზონა არის, რომელიც შეიძლება ჩაქტოვოს მაგაში რა. სულ უნდა ახალი ეცადრო ეძებოდა. პირველად რა ჟანრმა მოგხიბლა? რომელმა? ჟანრმა პირველად რა ბავშვობიდან მიყვარს დღემდე ძალიან ჰიპ-ჰოპი. როკიც ძალიან მიყვარს რეგე. არ მაქვს შეზღუდულად ჟანრი. და საბოლოოდ ეხლა ნუ ხარ ელექტრონული მუსიკა. ეხლა ელექტრონულს დავარქმევ, მაგრამ უფრო და უფრო ვცდილობ, რომ ეს ელექტრონული ნაწილი დღემ სულ ალბათ იქნება, მაგრამ უფრო ვცდილობ, რომ შევმატო ლაივ ინსტრუმენტები. და რაღაც ამ ბოლო დროს გადავერთე უფრო ლაივ მუსიკის გაკეთებაზე, რომელიც ლაივში დაიკრება ჯგუფთან ერთად. კომპოზიტორობისგან. ხო, ნუ ის არის რა ქვია. ელექტრონულ მუსიკაშიც ვინც აკეთებს ისეც კომპოზიტორია, მაგრამ სხვა ფორმა საინტერესოა ჩემთვის ახლა ამ მომენტში რაღაც ბენდთან ერთად დავკვრა და რაღაც ამეტაპზე მუხტი მგონია რომ აქ მაგას რაღაც ერთობლიობაში რო ხდება. ძალიან და გამიმართლა იმაში რომ ძალიან მაგარი მეგობრები ჩემი მუსიკოსები არიან ყველანი უმაგრესი და ეგეც ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა რომ მაგ მაგის შესაძლებლობა რომ მათთან ერთად მიწევს დაკვრა და ეს მართლა ძალიან მადლიერი ვარ მათი. ძალიან კარგი. მე ხარ ასაც ვისმენ, გებულობ იმას რომ მუდმივ ძიებაში ხარ რა. ხო, რა თქმა უნდა. მე მგონი სულ ეგრე და ეს განვითარების პროცესი არის ეგეთი სტატიური არა. მე პოულობ რაღაც მომენტში, მე ეგრე აღვიქვი რაღაც ამ ბოლო დროს მივედი ეს მუზას რო ეძახით. ხო. რომ ეს მუზა რაღაცა აღვიქვი როგორც რაღაც პერსონაჟი შევქმენი. რომელიც დაინახო და სულ გარბის ვთქვათ ეს მუზა. და შენ ამ მუშაობის პროცესში აბრუნებ. ვცდილობ რომ დაეწიო. და რო ეწევი და ერთი მომენტი რო შეხედავ, შეხვდები, იმდენად დიდი სიამოვნებაა, რომ გინდა რომ კიდე ახლიდან და ის კიდე გაგრძელებს თავის გზას და მოკლედ ეს პროცესია, რომელიც მუდმივად ძებნაში ხარ იმ რაღაცის. ერთი და იგივე არ აინტერესებს. არა, ხო, ის სულ მიდის. შენ ამ მუშაობის პროცესით უნდა სულ ეცადო რომ მიხვიდე მაგამდე, იმიტომ რომ მაგის გარეშე გონია რომ კი არის შემთხვევები როცა ესე უცბად რაღაცა. მაგრამ პროცესია თავარი მე მგონი იმისთვის რომ განვითარდეს და იპოვო ახალი. ეგრე აღვიქო. ალბათ ყველა სფეროში ეგრეა. განსაკუთრებით შემოქმედების სფეროში. ხო. აი ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით. მაგრამ ძალიან კარგი მიმართულება რა რაც გააქვს. რაც ჩემი აზრით ძალიან დიდ გამბედაობასაც მოითხოვს მაგის კეთება, რაც შენ აკეთებ. მე ესე ვხედავ რა. აი ერთმანეთთან შერწყმა აი უდიადესი რაღაცი რაც გვაქვს ეს ქართულ ფოლკლორსაც ვეძახით რა. ეგ და
ელექტრონული სადღაც ალბათ მამამას თავის დროზე თავის ამბავში გააკეთა რა და ის რომ ეხა ამ თანამედროვეობაში იმას ვაკეთებთ რომ სულ მქონდა რა მაგის განცდა მოკლედ ბოდიში მიგზელდება მაგრამ ხო იცი ხშირად ხდება ეს რაღაც მასიური ელექტრომუსიკის ფესტივალებზე სხვადასხვა ქვეყნების რაღაც ცნობილ მელოდიებს თუ რაღაც მოტივებს აჟღერებენ და ანუ მსოფლიო იცნობს რა და მეთქი ჩვენი რატო არ არის და სადღაც აი მაგის ნიშნები რომ აი ჩემთვის ხო ეგ მეც ძალიან მაგარია და აი ეგ მოყევი ხა ეგ გავლენა იყო სუფთა ის რომ მამაც ეგრე აკეთებდა თუ შინაგანათაც ეგრე გინდოდა რა გავლენას ხო ეგეც არის ალბათ ბავშვ მეც მაკედან მოდის რა თქმა უნდა სიყვარული მაგ მუსიკასადმი ამ თვითონ რაც არის ქართული ფოლკლორი რომელიც არის მე თუ მკითხავ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მუსიკა გვაქვს ჩვენ საქართველოს და ულამაზესი და ყველა კუთხეს თავისი მუსიკა აქვს და ძალიან დიდი რამე არის ეგ და რა თქმა უნდა ხო მაკედან ეს რაღაცა სიყვარულის შეგრძნება მაკედან მოდის ბავშვობიდან და მგონია რომ რაღაც ყველაში არის ეგ დევს რა რაღაც დნმ-ში არის ალბათ ყველა ალბათ მე თავისებურად გამოხატავს ამას და ხო რა მე დავინახე და ექსპერიმენტს ვეძახი მაგრამ გამბედაობა უნდა ხო არა ძალიან ისეთი წითელი ხაზია რა რომელზეც ფაქიზად უნდა გაიარო მაგრამ თუ უნდა გაბედო ახლა თუ უყურე არ გამოვა. ამიტომ ეგ ნაბიჯი უნდა გადადგა ალბათ ხელშეუხებელს რო ეძახიან ეგ გასაგებია, მაგრამ თუ არ შეეხები ამას და არც თი მაგითაც არაფერს წინსვლას ვერ იპოვე. ამიტომ მგონია რომ აუცილებელია რომ ცადო. კაი, მაშინ ახლა რადგან ამ ელექტრონული მუსიკის და ქართული ფოლკლორის შერწყმის ეტაპზე ვართ, პირველი ექსპერიმენტი გაიხსენე და პირველი ექსპერიმენტი იყო გავაკეთე გურული ქვია ეგრე ტრეკს კომპოზიციას და ეგ იყო პირველი ხო ძალიან ძველი ჩანაწერი ვიპოვე ვეძებდი მოკლედ მაგ პერიოდში დავიწყე ამ გადავერთე ამ გურულ პოლიფონიაზე და გავგიჟდი ისეთი სასწაულია იმდენი ხელა ჰარმონია არის შიგნით ჩადებული მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცა არის და ვიპოვე რა ძალიან ძველი ჩანაწერი შემთხვევით YouTube-ზე. არის ჯგუფი, ანსამბლი არის, რომელიც ბღერის და ავიღე ეს ჩანაწერი და სემპლინგს ვეძახით მაგას, ეგეთი სიტყვა და დავსემპლე ეს ჩანაწერი და ამას მე ამაზე ავაწყე უკვე დავაშენე და დანარჩენი და ეგ იყო პირველი ექსპერიმენტი, რითაც დაიწყო. და მე კიდე გამოვიყენე ბოლოს ცოტა ხნის წინ შენ ქვია ტრეკს და მანდაც არის მანდაც გურულების მოკლედ ამ გურულებს ძალიან შემიყვარდა და მერგება მართლა ყველანაირ მუსიკას რა ეგეთი იმდენად მრავალფეროვანი არის რომ ყველაფერში მოყვება რა ძალიან მაგარი რატო ვაფასებ თქვენ გურულს სიმღერას და პოლიფონიას თუ შევეხეთ არის ეგეთი ისტორია რა როცა დაიწყეს მაგის ჩანაწერები რა ეგ ხო თავიდან თვითნაბადი არის რა ხო და თავის აკეთებენ ამას ჩვეულებრივად ძველ საქართველოში ხდებოდა ეგრე რომ სოფელში მეზობლები რაღაც ერთად იკრიბებოდნენ და ვინც რა ხასიათზე იყო იმ ხასიათზე ღეროდა ეს ყველაზე მაგრად ჩანს გურულ სიმღერაში რა და ეგეთი ფაქტია რომ გადაწყვიტეს ამის ნოტებას ჩაწერა რომ ნუ თაობებს შეუნახოთ რა ჯერ არ არის მეგონა მაგ პერიოდში ხმის ჩამწერი არ იყო რა უნდა დავხტარიყვნენ და ერთი ის რა ქვია ხალხის ერთობა ნახეს ვინც ძალიან მაგრამ ღეროდა რა და იკრიმანჭულს ერთი ანჩენ ხმებში განაწილებული და აი ესენი უნდა ჩაეწერათ რა როგორ იწერებოდა იდეაში ქართული საგალობლები რაც დაგვრჩა რა და ეგ ხო და ეგ პერიოდია რა და მეორე დღეს დაიბარეს იგივე ხალხი და იგივე სიმღერა ამღერეს და საერთოდ სხვანაირი იმღერეს რა და ეგ არის ხო ანუ მაგაში არის მართლა რა რაღაც გულს ის რომ აი მიდის რა მაგარია არის ზანეათ მართალი ახ შეიძლება ვიღაც მე შემედოს და მეცეს რომ სადღაც სად იყო ჯაზი თქო ვიძახი იმ ხელა იმპროვიზაცია მეთქი ძალიან იმპროვიზაცია გურულ სიმღერაში რა ჯაზი არის თან ხო რა ანუ მე მეთქი ყველა ჟანრი არის ერთ იმაში ხო მე მგონი ძალიან არ გამსახავენ მე მგონი არა
ექსპერიმენტები ყოველთვის რას არის ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული და რაღაცნაირად აი ბეწვის ხიდს გადიხარ და აი მაგ დროს რომ აი ელექტრონული მუსიკის და ამ ქართული ფოლკლორის შერწყმა აი არ შეგაშინდა ან არ გეშინოდა რომ აი ქართული ტრადიციული მუსიკის მსმენელი აი მაგალითად როგორ მიიღებდა ამ ორს ერთად იმიტომ რომ დღემდე მაინც რაღაცნაირად ეს ელექტრონული მუსიკა ხალხის ცნობიერში უფრო აი სხვა რაღაცასთან არის რა თითქოს ნელ-ნელა მივდივართ ხო მაგრამ მაინც რაღაცნაირად ხო არა პირიქით ქონდა მაგაზე რომ მუღამს დავარქმევ რა მუღამის ქონდა რომ პირიქით ეს ელექტრონული მუსიკა შეგეძლოს რომ იმ ადამიანებს ეგრე უყურებს ელექტრონულ მუსიკას მიაწოდო ამასთან ერთად და რაღაც ახალი შეთავაზო რა და პირიქით მეგონია რომ შეესვლებათ ალბათ შეიძლება ვიღაცას შეეცვალოს დამოკიდებულება ელექტრონულ მუსიკაზე რა იმიტომ რომ ხო ეგ მიღებული დღეს ელექტრონულ მუსიკას როცა ვახსენებთ დღეს ცოტა ისა აქვს რაღაც სტერეოტიპული ის არის ღამეს უნდა ათენებდე რაღაცა ის არის აუ ჯაგაჯუგია პირველი ბნელი ემოცია ჩდება და სამდვილეში საერთოდ არ არის ხა და აი ძალიან საინტერესოა მაშინ ეგ რომ აი სად გადის ეს ზღვარი რაღაც ექსპერიმენტსა და რაღაც აი ტრადიციების დარღვევას შორის როგორ ფიქრობ ნუ აი არ შეეხო რაღაც ისე რომ ხო არ ვიცი ვერ ვიტყვი მაგას რა ვინ როგორც აკეხება და აკეთებს ვერ ურჩევ ესე როგორ შექმნას მაგრამ უნდა იცოდეს პირველ რიგში რომ ძალიან საგანძური არის რომელიც ხო უნდა ეცადო რომ ძალიან ფაქიზად მიუდგე და არ გადააქციო რაღაც ცუდად ვერ გადააქციო იმას მაგრამ რაღაცასაც უერთებ ის არ უნდა გააფუჭო მოკლედ რა კარგად წავიდა საუბარი ალბათ ეგ არის ფიქრი რომელიც უნდა გახსოვდეს რომ ამას სულ რა მგონია იცი აი სწორად გამიგეთ ეხლა რასაც ვამბობ რა იმას რომ ვამბობთ ეხლა რაღაცა მგონია რომ ეს ბოლო პერიოდის ის არის რა ქვია მოფიქრება და დათქმა რომ მოდი რაღაცას არ შევეხოთ რა აი ქართულია გადავდოთ და იმაზე ხელი ეგ არის უფრო თანამედროვე ამბავი ვიდრე მანამდე იყო იმიტომ რომ ჩვენს ისტორიაზეც რო გადახედე ყველაფერს თავი დაანებო ოფიციალურად დადასტურებული იყო სამი სხვადასხვა დამწერლობა გაქვს ანუ პროგრესი გაქვს თვითონ დამწერლობაში ანუ მეტყველებაში მწერლობაშიც ვითარდებოდი ვიღაცას თავის დროზე რო ეთქვა რომ აი ეგ არის და ხელი აღარ მოვკიდოთ ჩათვალე დღესაც ისე უნდა გვეწერა როგორც ან ეხა კიდე ხო დაგვემატე რაკლიანის აღმოჩენა 4 და პირიქით მე მგონია რომ ეგ არის რა სამუშაო მაგისტვის არის რომ ზუსტად დაკარგო რა აბა იმან დატოვა და შენ გააკუფლება მე მგონია რომ აუცილებლად ოღონდ უნდა გახსოვდეს რა ძვირფასია რა თქმა უნდა საგანძურია მართლა რა და უნდა მოვიხილდე ყველაზე მეტად მაგრამ ეს არ შეხება მგონია ხელშეუხებლობა მგონია ზუსტადაც არ შეხება მე არასწორი მგონია პირიქით იმიტომ რომ იმდენად ცოცხალია თუ მუსიკა არის თვითონ ცოცხალი რა ხო მუსიკაში თუ ცოცხალი არ არის და პროგრესი და განვითარება ისე რავია. აბა თუ არ იქნება ახალი ვერ იქნება. ნახულა, ყველაზე თავი რისკი ალბათ შეიძლება წამბარი ის რომ რაღაცას რო შექმნი და გამოიტან და ანუ ჟარგონი რო წაიღებს თუ არ წაიღებს, ხო? ხო, ნუ შეიძლება კრიტიკას მოხდეს, მაგრამ ეგეც არ არის ნიშნავს იმას რომ უნდა გაჩერდე კრიტიკას. ნაცილია ყველაფერს. იქაც ალბათ უფრო იზრდები რა კრიტიკაში. კრიტიკა კაი რამეა. ხო, მე ჯანსაღი, ხო. ათქმა უნდა, მაგის გარჩევას მე ალბათ. ხო, სამწუხაროდ დღესდღეობით ბევრი არა ობიექტური კრიტიკა არსებობს, მაგრამ ნუ ეგეც გასავლელი ეტაპი მგონია, ალბათ რომ მოვიდეს ჩანსაღი კრიტიკის ის. ზუსტად ეგრეა. რას ურჩევდი აბა, რომ იწყებდეს ვიღაცას და რომ გადაწყვეტე ფიქრობდეს, რომ აი მინდა მუსიკოსობა? ხო. არ ვიცი, ეს რჩევა ძალიან რთულია რაღაცის, მაგრამ პირველ რიგში ალბათ იმას რომ არ გაჩერდეს მაგ საქართველოს ბანკის რეკლამა არ გაჩერდეს ეგ ამოჭრა ან სპონსორად უნდა მოიყვა გამოგვადგება რა არა მოჭრა არა ხო ალბათ თუ უყვარს არ უნდა შეეშინდეს მუსიკოსობის ესე ვიტყოდი იმიტომ რომ მეც მქონია ჩემ გარშემოც რაღაცა ლაპარაკები რო აი მუსიკა ხომ არა საქართველოში მუსიკა ისეა ეს არის ანუ ხო ეგ სფერო თვითონ დაწერილი და თან სფეროს თვითონ ისეთია რა ყველა მეორე მღერის და უგრაული არ არის მოკლედ მაგარად დღეს არ არის მართლა მაგრამ მე მგონია რომ თუ გიყვარს და შენში არის ვერ გაჩერდები მაგის გარეშე რა სადღაც ამოფეთქავს ეგ და ამიტომ არ უნდა შეეშინდეთ მუსიკის უნდა გარისკონ კიდეც უნდა ცადონ შეიძლება შეეშალოთ არ მაგრამ ახლიდან გააკეთონ და
მოკლედ თუ გიყვარს ეგ სფერო და თუ გაქვს შენში, მგონია რომ ყველანაირად უნდა ცადო რომ გამოუშვა და დღესდღეობით არის უკვე ძალიან ბევრი სკოლებიც თბილისში, ძალიან კაი სკოლები music production-ის და ყველაფრის DJ-ing-ის სკოლებიც არის ალკე. მოკლედ ძალიან ვითარდება და ძალიან მიხარია და ძალიან კაი მასწავლებლები არიან, მოსწავლეები ძალიან კარგი და ძალიან ბევრი ნიჭიერი ხალხია მოკლედ და ამიტომ არის უკვე ის მოცემულობა, როცა შეგიძლია რომ მარტივად ხელშესახებები გახდა მოკლედ ეს სფერო, სწავლა ამ სფეროსი და განვითარება, ამიტომ მაგას ურჩევდი რომ ბოლომდე გამოხატონ თავიანთი მუსიკა. კაი, ეხლა ხარ 25 წლის, ხო? ეხლა 25. წეგან კი ამბობდი რომ რაღაც მუზა მოდის, გარბის და მე მივსდევ და ვცდილობ რომ რაღაცა ეგრე იყო და მაინც აი სადღაც გაქვს იმის განცდა რომ აი შენი ხმა აი სადღაც მაინც იპოვე უკვე რაღაც მიმართულება ხო ეგ რაღაც მიმართულება შეიძლება მაგრამ რომ ეკითხებიან ხოლმე რა მუსიკას აკეთებ ვერ ვარქ მე ვერადო სახელს რა ხო ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ახლა მე ვწერ ეგ მომწონს რომ რა არა აქვს სახელი რა ექსპერიმენტალური სახელი ეგეც არ მომწონს თუ ექსპერიმენტალური თუ რა ანუ ვაფშე უნდა ვიდეოში არ ვიცი მოისმინე და მე დაარქვი შენ თვითონ დაარქვი არ ვიცი ესე ჟანრობრივად ვერ ხვდები რა ჟანრია არ ვიცი მაგიტო მაგრამ მომწონს ეგ რომ რაღაც მრავალფეროვანი შეიძლება დაერქვას და ჩემი ხმა ვიპოვე თუ არა მაგას დღეს ვერ გეტყვით მაგრამ შეიძლება ეგ ვერც მე ვერ ვთქვა ალბათ სუ პროცესია და არადოს არ ხარ ალბათ კმაყოფილი ალბათ ხელმა და იმან არადოს არ ხარ ალბათ კმაყოფილი ბოლომდე სუ შინდაგანი ამბიცია ხო გაქვს და მოთხოვნილება რომ ახალი გააკეთო უკეთესი გააკეთო ამიტომ გონია რომ სუ ახალ და ახალ ხმას და მუსიკას ეძებ და პოულობ შეიძლება ვერ იპოვო პროცესია მოკლედ რაღაც კონკრეტულს ვერ დავარქმევდი რა ჩვენი ფორმატი და გამომდინარე ეგეთ რაღაცას კითხავ კიდე რა შენ ესე პირდაპირ სასწავლებელი სამუსიკო მოდი ესე ვთქვათ სრული ბაკალავრიატი ესე გავლენა არ გაქვს ხო ეხლა დავიწყე ფოტოშორის ესე ჩემით ინსტრუმენტთან გიტარაზეც უკრავ პიანინოზეც შეხება მაქვს მაგრამ ეხლა დავიწყე ჰარმონიის სწავლა და ძალიან და ის სად მივდივარ იცი გზა მოკლედ აკადემიურ სწავლასთან ეგეთი კითხვა მე მგონი შენ დასვი წინა ეპიზოდშიც რა როგორ ხარ რა კითხვა გამახსენეთ რომ კარგი იყო მაშინ მე მახსოვს კაი არის ის რომ მუსიკოსობას ვინც გადაწყვეტს ისწავლოს თუ არა ჯერ ესე ვთქვათ ანუ ბაკალავრიატზე წავიდეს თუ არა თუ აი მარტო მე ხო მუსიკის მიმართულებით თუ იმას ხნას რა ქვია ანუ შენ როგორ ფიქრობ თქო რა აკადემიური სწავლება საჭიროა არ ვიცი მე დავიწყე არ მქონდა ესე აკადემიური ცოდნა არა შენ გარემოს მქონდა ისეთი რომ ეგეც არის ხო ნუ თან შეხებაც რო გააქვს ინსტრუმენტებთან მე შენით რაღაცებს რო უკრავ რაღაცა აკორდებს სწავლობ უკვე შენით მაგრამ მივედი იქამდე რომ ეხა დავიწყე მაგის სწავლა იმიტომ რომ სადღაც ცოტა ადრე მომინდა რომ ვიცოდე წერაც ნოტების აია რომ ეგ ბაგაჟი კონდეს რა არაფერს არ დაკარგავ პირიქით უფრო გაგამდიდრებს ამიტომ ვიტყოდი რომ კი კაია მოკლედ შეიძლება მაგის გარეშე გააკეთო მუსიკა არც ეგ არ არის გამოკვირა და ძალიან ჩვეულებრივ შესაძლებელი მაგრამ გონია რომ ეს თუ იცი უფრო მყარად ხარ ხო ხელსაწყოები გაქვს ალბათ რა უფრო მეტი რა აბა მე მგონია რომ ურჩევდი მოკლედ უფრო კაი ძალიან ისეთი კითხვა მაქვს ემოციური რა გინდა რომ შენი მუსიკის მოსმენისას რასაც მსმენელმა იგრძნოს იმ მომენტში როცა უსმენს კი თანის აღნიშნე რომ რაღაც კონკრეტული აუდიტორია არ ყავს ანუ ნებისმიერი არ ხარ შეზღუდული და არ უზღუდავ არავის და აი იმ მომენტში ბავშვი, ქალი, დედა, მამა, რა ვიცი. შეგძნება რა. ხო, აი ის რა გინდა რომ იგრძნოს მუსიკის მოსმენისას, აი გააქვს რამე ეგეთი, რაზეც გიფიქრია. თუ აი უბრალოდ არ ვიცი, ხო, ემოცია ალბათ არ ვიცი, ესე კონკრეტული ერთი შეგძნებას ვერ ვიტყოდი, მაგრამ ცუდი შეგძნება ალბათ არა, რა თქმა უნდა, დადებითი სრულიად. შეიძლება მუსიკას თემატურად იყოს არა მარტო აუცილებლად სიყვარულზე, მაგრამ იმ მუსიკაშიც იპოვო დადებითი, ის რა ქვია. ზირთად შენ რა მინდა რომ დადებითი ემოცია გავცე რა თქმა უნდა ხალხის მიმართ. შენ თვითონ რას გრძნობ ხოლმე? ხო, აი ჩემ მუსიკას რო უსმენ? არ ვიცი, რა ვიცი, იმდენად ბევრჯერ უსმენ მუსიკის კეთების დროს, რომ აღარ ვიცი, ყველაფერს რო გრძნობ, ხო იცი, გააჩნია რა თან რა მუსიკას აკეთებ.
იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. შეიძლება სიყვარულზე იყოს თემა, შეიძლება იყოს არ ვიცი. მონატრებაზე, სევდაზე, ძალიან თავხედი ვიქნები, მაგრამ შენი თემატიკა მაინც რა არის, როგორ ფიქრობ? ხო და არ ვიცი, ბევრი მინდა რომ რაც შეიძლება ბევრი რაღაც. ანუ არ არის მარტო სიყვარულზე. არა, რა თქმა უნდა. არა, ხო, შეიძლება იყოს სიყვარულზეც, შეიძლება იყოს დღევანდელ ვითარებაზე, პოლიტიკაზეც, ანუ მუსიკა ისეთი რამე მგონია არის და ისეთი ძლიერი რაღაცაა, რომ ყველაფერზე შეგიძლია ილაპარაკო და გამოსცე შენი აზრი. მე ამას ეხლა ვინ მოისმენს და როგორ აღიქვავს, უკვე შენზე აღარ არის დამოკიდებული, შემთავრე გულწრფელად ჩადო რისი თქმაც გინდა მსმენელისთვის და ამიტომ მგონია, რომ კონკრეტულად ერთი მიმართულება მარტო სიყვარულზე მე პირადად არ გამაინტერესებს, რა ვცდილობ, რომ რაღაცა სტორიც არის. ხო, ალბათ, რომ რაღაცნაირად რაც გაწუხებს. ხო, შეიძლება სალაპარაკო ენა იდეაში და როცა რა განწყობაზე ხარ, იმ განწყობას აკეთებ რა და სადაც მაგით ლაპარაკობ რა. შენი პოზიცია ეგ არის რა. მე ეგრე ვხედავ რა. ეხა ესეთი კითხვა მაქვს რა, იცი როგორი შენ ზოგადად დაკვეთით მუშაობ, ანუ დაკვეთით დაგიწერია? დაკვეთით რამდენიმეჯერ გამიკეთებია კი. რაღაცა რეკლამაზე მაგალითად მუსიკაში. ხო და აი ეგ არის ნახე ჩვენ ახლა პროფესიების გარშემო ტრიალებთ და რაც პროფესიის წილში მივყავს ეხლა ეს მუსიკოსობაც არის ეგეთი რა ხალხი გავიგე შემოქმედებითი ნაწილი მხვდები იმას რომ სწავლობ იმიტომ რომ რაღაცა შენი თვითრეალიზებისთვისაც ხო მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც ეჯახები მე რა მაგით შეგვიძლია ვიცხოვროთ თუ არ შეგვიძლია ანუ დღეს შე როგორ ფიქრობ შენ მაგაზე თქვია ეგ შიში რო აქვს სფეროზე რა და დღეს იცხოვრებს მუსიკოსი დამოუკიდებლად იმითი რომ მარტო მუსიკა წეროს ან მომავალი ტიპებისთვის იცხოვრებს ხო კი რთულ თავიდან რთულია მაგრამ რაღაც ეტაპამდე რომ მიდიხარ და უკვე რომ მუშაობ რაღაც უკრავ კონცერტი ესა ხა თავიდან ეგრევე ვერ რა თქმა უნდა არა ეს გავიგე ხომ იმიტომ რომ მაგრამ დღესდღეობით მგონია რომ ჩემ გარშემო მუსიკოსები ჩემ მეგობრები რა ყველანი ცხოვრობთ ამიტომ კი ეგ მართლა მიხარია ანუ დაფასებული პროფესია მე მგონია უფრო და უფრო დაფასდება რაც დრო გავა იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ მე იმ პერიოდში გავიზარდე რომ ზოგადად რაღაცა რამდენიმე კონკრეტული პროფესია არსებობდა და მაგ პროფესიით თუ მიდიოდი მარტო იქ შეგეძლო სამსახურზე ფიქრი რა და სულ მქონდა განცდა აი სულ და დღემდე მაქვს რომ ხვალინდელი საქართველოს მინდა იყოს ისეთი რომ ნებისმიერ ადამიანს ვინც უნდა ის გამოვიდეს და ამით შეძლოს ცხოვრება რა, აქ არ არის ლაპარაკი ვიღაცა სასწავლის სელებრიტი გახდეს ან არა, რა თქმა უნდა, ხო. იცხოვროს რა, სრულფასოვანი ცხოვრებით და იყოს ხო, იმიტომ რომ ვიღაცისთვის რაღაცა ბევრია ბედნიერება, ვიღაცისთვის ცოტა ეგეც შეფარდებითია, მაგრამ ის რომ ეხა რაღაცა ძალიან გიყვარს, ხელოვანი ხარ და აი ლუკმა პურის ამბავი არ გაქვს ძალიან ცუდი. სამწუხაროდ თან ხშირი არის ეგეთი შემთხვევაც. მაგასაც ვერ ვიტყვით, რომ არ არის. ხო. და მაგიტო ხო რასაც იძახი ხშირად უწევს მუსიკოსს რომ სხვა პროფესიითაც იჩინოს თავი და ეგ ანუ ეგ გამწვავაც არის დღესაც მაგას კი არა ხო და ეგ ძალიან ხო სამწუხაროა იმიტომ რომ კი ფასდება ჩემი აზრითაც მუსიკა და არის მსმენელი რაღაც დოზით რომელიც მართლა კარგი მუსიკას აფასებს მაგრამ მაინც მეტი არის საჭირო იმისთვის და მეტი რაღაც მგონია რომ მეტი ყურადღება არის საჭირო ამ სფეროში. როგორც ყველგან. მაგრამ მაგის ბჯერა რომ მოვა იმდენად მართლა იმდენად იმდენი და ნიჭიერი მუსიკოსი არის საქართველოში და უმაგრესი მუსიკოსები არიან მართლა ისეთი რომ ეხა უცხოელები ხშირად მაგ ხოლმე რომ ჩამოდიან შეხება უცხოელ მუსიკოსებთან. და არიან სულ გაგიჟებული ამ ჩვენ მუსიკოსებზე. ამიტომ ნახდათ ის იმხელა ნიჭი არის და იმხელა იმდენი მუსიკოსია, რომ დასაფასებელია ეგ ამბავი. სადაც დაგროვდება და აფეთქდება ალბათ. ვაღას აუცილებლად. მაგის გარეშე არ არის შანსი არ არის. შენი როგორც მუსიკოსის ყველაზე დიდი მიზანი? მიზანი ერთია დიადი ნათელი, მიზანს ნათელი. მიზანი ის მაქვს რომ მინდა რომ უფრო და უფრო გავიტანო ჩემი მუსიკა საზღვარ გარეთ მაგალითად. შეიძლება ეგ იყოს. შვენიერი მიზანი არის, რა. გადასარევი.
და მაგაზე მუშაობ მაგას ვცდილობ რომ იმას ვქნა ქვია გავცდე მოკლედ საზღურებს და ეგეთ რაღაცას ვამბობთ ხოლმე კიდე გვაქვს რომ აი ხა ვინც იწყებს რა დამწყები წარმოიდგინე რა ან ახალგაზრდა რომელსაც ჩაბარება უნდა სამუსიკო მიმართულებით ან ვიღაცა ვისაც არ აწუხებს შინაგანი ნიჭი და უნდა რომ როგორღაც ახალი აქეთ გადმოვიდეს ხო შეაშინე აბა ყველაზე ბნელი და ყველაზე რთული მხარე დაანახე აი მუსიკის კეთე მუსიკოსობის რომ რეალურად ხა ხო ყვებით ვიცი ძირითადი მოტივი იყო რომ აი შინაგანად მინდა და კარგია და ამას ვაკეთებთ მაგრამ აუცილებლად არსებობს რაღაც მომენტები ყველგან რომელიც ალბათ წინასწარ რო იცოდე შეიძლება იმან გადაგაწონინოს რომ აი მაგის გამო შეიძლება არ გავრისკო მუსიკოსობა ხო თქვათ რა არის ეგეთი თქვათ შენთვის არის რამე ისეთი რაც აი გიფიქრე რომ ეხა გავეჭედე და ან შინაგანად ან თავში მე მაგ ეგეთი დამოკიდებულება შეიძლება ცოტა რომანტიზირებული რასაც ვიძახი მაგიტო და არ არის სუბიექტურია ჩემი აზრი მაგრამ თუ ეს გიყვარს და თუ შენში არის ვერ იზავ ისე რომ არ გააკეთო ხო ანუ ვერ იზავ ისე რომ არ გააკეთო მოკლედ ამიტომ ესე შეშას არ მინდა რომ შევაშინო პირიქით ოკეი საწყის ეტაპზე შენი აზრით აი რამე ისეთი შეცდომა არის რაც აუცილებლად უნდა დაუშვას მუსიკოსმა რომ რაღაცაზე ისწავლოს რაღაც ერთი შეცდომა ალბათ მაგას ვერაცდები რომ არ დაუშვას შენ ქონდა ეგეთი აი სულ შვებ შეცდომას დღემდე და სულ მერეც და ეგ გზდის და ეგ განვითარებს ალბათ საჭიროა შეცდომა რომ დაუშვა იმისთვის რომ ახალი კიდე იპოვო მაგის გარეშე მგონია რომ მუღამი არა აქვს რა არ უნდა გეშინოდეს შეცდომის დაშვების მაგათვისაც პირიქით აი ყველაზე კაი რჩევაა რა არა ეგ არის არ უნდა გეშინოდეს შეცდომის დაშვების პირიქით ხო უნდა ხო სხვანაირად ხო ვერ ის არგის ნიშანია ჩემი აზრით შეცდომას უშვებ ეგ რაღაცას აკეთებ როგორც სიარულს ვერ სწავლობ წაქცევის გარეშე ისე რაღაცებში შეცდომას მგონია რომ ყველა სულ უშვებ რა ქვია არა აქვს მნიშვნელობა რა დონის მუსიკოსი ხარ მგონია რომ სადღაც შეცდომა ადამიანი ხარ ხო რობოტი რო იყო ალბათ ისეც დაუშვებს ბოლოს რაღაც შეცდომას არ ვიცი მაგით ადამიანი თოცა ქვია შეცდომის გარეშე რთულია აი როცა უკრავ რა ხალხს გზნაობ კი ეგ მაგაზე მაგარი შეგრძნება ჩემთვის არაფერი არა ეგ იმხელა სიამოვნებაა და იმხელა ბედნიერებაა რომ როცა უკრა ყოფილა არის ზოგჯერ კონცერტები როცა ვერ დგება ეგ ეს რა აჰა ერთ-ერთი სასაშინეველიც ვიპოვეთ ახლა რა გინდა ხო მაგრამ შეიძლება ვერ ძაღერ იმას ვერ ხო ვერ ილაპარაკო მაგრამ ეგ არნიშნავს იმას რომ ცუდი მსმენელია არა ცუდი მუსიკოსი მაგალითად просто ვერ ემთხოვი იმ მომენტში იმ დროს ვერ დაემთხვი შეიძლება ხვალ მოვიდეს და დაემთხვიოს მაგრამ მაგალითად რაღაც კონცერტი აი თუ არ სწორი რა მაინტერესებს რაღაც კონცერტზე მქონი ეგეთი განცდა რომ იქვე ხდება მუხტს და აი როგორც უნდა ისე მიყავს იმას რა ქვია სცენაზე ვინც გამოდის მაყურებელი რა ხო ეგრე გაგიკეთებია როგორ ნახე აი თავიდან იწყებ ხო არა კონტროლს კი არა მე თავიდან დაიწყე და რაღაცა შენ გაქვს მელოდინე თავიდანვე უნდა მაგრა წაიღოს ისე არ მიდის შე როგორც გინდა და მე რაღაცები იყვე ჭირდება ალბათ კონცერტამდე ფიქრობ სამ დაუკრავ ხო ანუ სწავლობ როცა უკრავ მანამდე ფიქრობ რითი დავიწყო, რითი გავაგრძელო, რითი დავამთავრო, შუაში რა დაუკრა, რომ რაღაც დრამატურგია ჭირდება მაგის გარეშე. რაზე დაყრდნობით აკეთებ მაგას? გააჩნე სად უკრავ. ხო, აი მაგას ვიკვლევ. რომელსაც ხა თუ საღამოს უკრავ და სხედთან. ხო. რაღაც ეგეთი. არ დგანან. არ დგანან და რაღაც გულაობად ის არ არის. მაგ დროს სხვანაირ პროგრამას თავაზობ. თუ ხამის 2 საათზე უკრავ. გასაგები. მაგ დროს კიდე სხვანაირ პროგრამას, ამიტომ უნდა მოვარგო ალბათ ლოკაციას, დროს, მსმენელს დაახლოებით ხვდები რა ხალხი, როგორი მსმენელი მოდის და მაგის მიხედვით ეგეც მაგარი პროცესია კონცერტამდე რომ ჯდებით და წერ იმას სეტლისტს რა მაგარი გაზახით. რა არის მე დაუკრა, რითი დავამთავროთ და ესე შემდეგ. ჩემს საყვარელ ნაწილზე გადავალ თუ შეიძლება თამაში უნდა გათამაშოთ პატარა. რა ვითამაშოთ. კაი, მოგესვენებ პატარა მონაკვეთებს რამოდენიმე სიმღერის და უნდა გამოიცნო რა. წეს არ გაგიჭირდება. ო. ესე თავდება, ამოჭრილი. Hamlet. მე გამოვიცანი. Hamlet.
კი, ჩაკრულო. საგანძური. ეს ყანჩელი. კი ბატონო, ყვითელი ფოთლები. დილა თუ მუხამბაზი არა, მუხამბაზი. კახიძე, კი ბატონო. ნო ხოსნია. ეს არ ვიცი. ესეც ნიაზი. პირველი ნოტზე ეგრევე ხდება. ბავშვი მეგონი ამის დაწერილია. ეგ ბოლო ჩემია. თავისი როგორ გამოიცა ბოლო არა? ეგეც საინტერესო. მადლობა. ყოჩა ძალიან თამაშებს. ეხლა ძალიან რთული იყო მუსიკოსთვის მუსიკების მოტანა ორი მამამისის, ორი თავისი და ნუ აისა რა. საინტერესოა. კაი, მე გადავალ მოკლედ რჩევების ნაწილზე რა. რა რჩევას მისცემდი პროდუქტში შენ თავს 15 წლის ასაკში რა, აი სულ თავიდან აი საიდანაც დაიწყე. რომ რაღაც მუსიკა გაგიღვივდა და აი მაგ დროს რა რჩევას მისცემდი? რა რჩევას მივცემდი? საკუთარ თავს. ფეხბურთელ რო უფრო მეტი მუსიკოს. ზოგადად სიზარმაცის ის მაგ დღემდე. მაგრამ მუშაობ მაგაზე სულ ეგ შემოქმედებითი ხალხის ისეგა. ურჩევდი მაგას, რომ უფრო ნაკლებად ზარმაცი ყოფილიყო და უფრო მეტი კიდე უფრო ჩაღრმავებოდა მაშინ დასაწყისშივე ამ სფეროს. ალბათ მაგას. მაქსიმალურად უფრო მეტი მოკლედ ემუშავა მაგ სფეროზე და არც ეხლა არის გვიანი შეგვიძლია. არა, რა თქმა უნდა, ეგ სულ მუშაობ და სულ იმაში. ალბათ მაგას ურჩევდი უბრალოდ, რომ ნაკლებად ეზარმაცა. მაგრამ ნუ ეგ ბავშვობაში ხა სხვა რაღაცები გაინტერესებს და სხვა გართობები გაქვს და სხვა რამე არის, ამიტომ არაფერს არ ურჩევდი. იყოს ისეთი როგორიც იყო. აი, ეგ არის ყველაზე კაი რჩევა. აი, კი ბატონო. შენ რჩევებს გადახვედი, მაგრამ მე მგონი ერთი თავი რაღაც დამოვიწყე კიდე კითხვა მინდოდა მუსიკის ამბავში რა. წარმატებული მუსიკა როგორ იზომება შენთვის? წარმატებული მუსიკა როგორ იზომება? ნახვებით. ნახვებით? არა, არ ვიცი. ანუ შენ როგორ ხო გაქვს რაღაც კომპოზიციები რომელიც დღესაც ხდება რომ ახან მე მგონია რომ ეგ ზოგადად მე არ ვეთანხმები ვიღაცას შეიძლება შემეკამათოს მაგრამ დღესდღეობით TikTok-ი ხო ყველას უაქ ალბათ კი ბატონო მაგას ვერაცდები და მაგით იზომება სამწუხაროდ თუ ბევრი ლაიკი აქვს TikTok-ზე ვიღაცის მუსიკას და ძირითად შემთხვევაში სამწუხაროდ არ მინდა რაღაც გავაკრიტიკო ის მუსიკოსი ვიღაცები იმათზე არის რაღაცა ეს ფანატიზმი, ასე ვთქვათ, და მე არ ჩემი სუბიექტური აზრია. აი, შენ როგორ აფასებ შენებს? მაშინ როგორ ხვდები, რომ აი ეს გამოვიდა, ხო გაქვს რამდენიმე კომპოზიცია რა? ზოგი უფრო წარმატებულია, ალბათ ზოგი უფრო ხვდები, რა ვიცი. მე მგონია რომ რაღაც ხალხის ემოციით ხალხის ემოციით როგორ ზომა? ნუ აი მაგალითად სადმე კონცერტის დროს უფრო ხვდები უკრავ. ეგეც იქ რამდენიმე კომპოზიციას თუ უკრავ უყურებ და ამჩნევ რომელზე რა ემოცია აქვს ხალხს ალბათ. ხო, მე ვყოფილ ვარ თემურიკოს დაბეკას ლაივზე და ტიპები ყვირიან ხოლმე მართლა და ანუ მაგ დროს ხა ხვდები რომ მაგარი ხარ რა, მაგარი რაღაც შექმენი და ანუ ხალხი გაგიჟდა. ეგეც ალბათ. მაგრამ ორი მხარე ხო ეგ TikTok-ზე როდესაც ვამბობ და ზოგადად მეინსტრიმებსაც ვეძახით აი რო შეხედო ხა მეინსტრიმებს საქართველოში ხვდება ხოლმე ეს ცოტა ის არის, მაგით ვერ გაზომავ. მაგრამ ბევრი ნახვა რო აქვს და მოსმენ არ ნიშნავს აუცილებლად. ალბათ რისთვის აკეთებს, რისთვის აკეთებს მუსიკაზე თუ კომერციალიზაციის ამბავში, მაგათთვის პირდაპირ მაჩვენებელია რა. ეგეც არის, ხო, ან მაგითო არ მინდა რომ რაღაც კრიტიკაში გადავიდე, იმიტომ რომ არ მაქვს მაგის უფლებას, არ მიცემ ჩემთავს, მაგრამ გააჩნია მოკლედ ხო რა. ნახე, თავის დროზე იყო სადაც 80-იანი წლებიდან იწყება ნელ-ნელა ელექტრონული მუსიკის, ეს თქვა რაღაც სხვადასხვა ინსტრუმენტები გაელექტრონულდა რა, სინთეზატორი რო ემატება რაღაცეები რა და მახსოვს მაშინ Queen-თან ერთ-ერთი ის იყო რა ინტერვიუ და მათი კითხებიან რომ აი რა აზრის ხართ 80-იან წლებში ერთი ალბომიცაც უშვებენ სახელი არ მახსოვს სინთეზატორიც აქვს ჩართული რა და ეგეთ რაღაც ამბობენ რომ მნიშვნელობა არა აქვს რაც დაუკრავო. თავარია ხარისხი. სადღაც ახლა წამოვედით 80-იანი წლები გავიდა და დღეს დგას ის მომენტი რომ ეს ხელოვნური ინტელექტი არის ყველგან. ხო. შენ ძალიან ახლოს ხარ ელექტრონულ მუსიკასთან ხარ, კი არა, აი მაგითი ქმნი, ხო? და აი
სად გადის ზღვარი, რომ ადამიანის შემოქმედება არ დაიკარგოს, ან როგორ იყენებ, ან ასე შემდეგ რა. ნაფიქრი გექნება უეჭველი მაგაზე, რომ ხვალინდელი დღე როგორ არის ამასთან ერთად რა. მაგაზე ხო, კამათიც ყოფილა. მე ეგრე ვუყურებ, რომ რაღაც დოზით რაღაცეებში მართლა ეხმარება წინსვლაში რა, ინდუსტრიას, მუსიკასაც. ანუ მაგალითად პროგრამაშიც მუშაობთ, ძირითადად უკვე დღეს ყველა მუსიკას ქმნის ლეპტოპში, იმდენად კომფორტული გახდა, რომ ლეპტოპში შეგიძლია ჩაწერო მთელი კომპოზიციები მოკლედ. და ეს დღევანდელი ტექნოლოგიური ეს განვითარებაც მგონია, რომ ძალიან ბევრ რაღაცაში ამარტივებს. და გეხმარება, მაგრამ თვითონ მუსიკაში თვითონ როცა უკვე მუსიკას აკეთებინებ თლიან, ანუ შენ აღარ აკეთებ მუსიკას. შენ ჩართულობა რო არ არის. ეგეთი ისინიც არის დღეს უკვე. პროგრამები სადაც მიცემ რაღაც იდეას ეტყვი ეს და ის ამღერე, ეს ამღერე. დაუწერ სწორ პრომპტს და 2 წამში გაქვს უცბად მუსიკა. მაგრამ ეგრევე ხვდები, რომ არ არის ნაღდი. მაგას ალბათ შენ ხვდები. ხო, მაგრამ მგონია რომ ყველა ადამიანი გზნობს რაღაცნაირად, რომ რაღაცა არ არის რაც სუნთქავს რა. მაგრამ იმ დღეს უყურებდი რაღაც პოდკასტს მაგ თემაზე ლაპარაკობდნენ და ამბობდნენ რომ დღეს კი არისო ესეთი ეპოქა როცა მართლა რაღაც ყველგან არის ეს AI მაგრამ მოვა რაღაცნაირად დრო როცა კიდე ახლიდან გადაფასდება ეს ყველაფერი და კიდე უფრო ახლიდან დააფასდება კრაფტი ხელით გაკეთებული საქმე არა მარტო მუსიკა შეიძლება მაგის ხე ამიტომ მაგის ეგ მომეწონა ეგ მიდგომა რა მე ეგრე მჯერა რომ რაღაცნაირი ო იმედი ვიქონი არის რა მოკლედ ვერ დაიკარგება ადამიანის სანამ ადამიანის მოდგმა იარსებებს ესეც ამიტომ ხო ეს ორი დამოკიდებულება მაქვს რა რაღაცეებში მართლა ძალიან გეხმარება და რაღაც ტექნიკურ საკითხებში შეიძლება 2 წამში შენ თუ დაგჭირდებოდა ვთქვათ რაღაც საათები იმაში რომ რაღაც გაიგეთებინა ეს გიმარტივებს ბევრად და უფრო კომფორტული გახდა. მაგრამ არ უნდა შემოუშვა შემოქმედებაში. აი ეგრე ვიტყოდი მაგას, ხო. იმიტომ რომ აღარ სუნთქავს მე რა ეს მუსიკა ჩემი. ცოცხალი აღარ არის, ხო. რობოტი ხდება ეგეც რა. კაი, ახლა ნუ მოხვედი ჩვენთან, რაღაც მივხვდი დაახლოებით რა თემატიკის ტიპები ვართ და რას ვაკეთებთ და მაინც ახლა შეიძლება არ გიფიქრია და არ მგონია ახლა გზაში გეფიქრა ამას. არ ძინა გუში. მაგრამ რაღაც აი მუსიკასთან ვორქშოპი, ანუ ეს პოდკასტი და აი ესეთი სტილის დაახლოებით რა ჟანრთან, ან შეიძლება მუსიკასთან, ან რაღაცა ასოციაცია, ხო, აი რა გაგიჩნდა რა მომენტში, აი მუსიკოსი ხარ და აი მოდიოდი სადღაც რა, მოდიხარ, იცი დაახლოებით რომ რაღაც პროფესიების შესახებ, ასე შემდეგ. სტუდენტები და მოხვედი დაგვხვდით აი ეს ტიპები რა, ახლა რასაც ვხედავ და აი უცებ რამე ასოციაცია. ახალ პროფესიების შესახებ არის და მაგ თემაზე ტრიალებს პოდკასტი ალბათ არ ვიცი. მოიფიქრე. ეს რაღაც ერთს ვერ ვიტყვი რა. ელექტრონული მუსიკაც მოუხდებოდა ჟანრობრივად რო ავიღოთ შეიძლება. რა ყველაფერი ახლა ბევრი პროფესია შეიძლება ყოველ პოდკასტს სხვადასხვა მუსიკა ქონდეს. ეგ საინტერესოა ხედა. კარგი პოინტია. ყველა პოდკასტს თავისი პროფესიის შესაბამისი მუსიკა ქონდეს. მანდ უკვე მე შოთას უნდა ვკითხოთ ბრენჩი ხო არ გაგვექცევა ეგ ამბავი. მაგრამ კაი არის. მაგრამ ხო შეიძლება ხო ახლა ეს არის ერთი ხასიათი უნდა იყოს. არ ვიცი. აი, მადლობა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებები რა. ასევე წარმატებებს გისურვებთ და უღრმესი მადლობა შენ. მადლობა. დღევანდელი პოდკასტიც გადავიღეთ. უღრმესი მადლობა ის Financial Experts Corporations იმისთვის რომ ჩვენს გვერდით დგას და უღრმესი მადლობა პოდკასტ ზონას. ეს არის ვორქშოპი, გამოგვიწერეთ, გულშემატკივრეთ და გვიყურეთ. მადლობა, დროებით. დროებით.